პირველ დავალებას. და კიდე რა გადავწყვიტე, იცი რომ ანუ ის კლასები და რაღაცები ძალიან სიღრმეში რო შევიდეთ, просто რაც გავიარეთ ის იმაზე ვიმუშაოთ კარგად და ის გავიგოთ კარგად. Ну კიდე რაღაცა რა თქმა უნდა რაღაცებს დავამატებთ, ხო, მაგალითად სტატიკს ვიტყვით რა არის და შენ დახა გვაქვს. ძალიან კარგი. ანუ ესე იგი წინა დავალებაში იყო პირობა მოცემული. ეხა აღარ გავაკეთებ აქ 8 ცვლადს, გავაკეთებ 4 ცვლადით. просто მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან მახსოვს რა ცვლადები იყო. ანუ უნდა გააკეთებინა for ციკლში. უბრალოდ int main-ში უნდა გააკეთებინა 4 ცვლადი. და ამ 4 ცვლადისთვის უნდა მიგენიჭებინა მნიშვნელობები კონსოლიდან და მე ეს 4 ცვლადი უნდა გადაგეწოდებინა ფუნქციაში და ფუნქციას უნდა იქნა ის რაც უნდა იქნა. ეხლა კარგს გავავარდ, იმიტომ რომ ჩავიარა და ავიდეს. და კიდე კითხვები რაც გაქვთ ის 60-ანები გავიაროთ დღეს. ანუ პირველ 1 საათნახევარი აქ ვიყოთ. და მე რაღაც დავალებას მოვქცევთ და 322-ში გადავიდეთ და იქ უკვე გავაკეთოთ ის დავალება. ეს ახლა წინა დავალებას შენ რა კითხვა გქონდა? არა, რომ რაღაც კითხვა გქონდა და გითხარი კვირას გავლით მეთქი. ხო, გავაკეთე. ეგაც გააკეთე? კაი. ესე იგი, უნდა მქონოდა მოდი მქონდა string name-ი. surname და age. კაი. ეხა ამას უნდა იქნა ესეთი რაღაც, ანუ უნდა შემოგვეტანა ეს ყველაფერი. უნდა გამოეტანა. უნდა ეთქვა რომ შემოიტანეთ. სახელი. მე name უნდა ყოფილიყო console line install-ი. უნდა შემოიტანა index. მე უნდა ეთქვა შემოიტანა გვარი, შემოიტანა უნივერსიტეტი. და ეს რახან ინტია. всё, და ეხლა უნდა გავაკეთებინა ფუნქცია და ფუნქცია როგორც გახსოვთ, კეთდება კლასში void main-ის გარეთ, რომელიც იქნებოდა public static, public შეგიძლიათ სულ დაგეწეროთ. სტატიკი უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ეს ფუნქცია უნდა გამოგვეძახებინა სტატიკური ფუნქციიდან, ანუ void main-ი არის სტატიკური ფუნქცია და ეს ფუნქციაც უნდა იყოს სტატიკი, რომ იმ სტატიკური ფუნქციიდან ამის გამოძახება შეძლო. სტატიკი რა არის ავხსნით. სტატიკი უნდა ყოფილიყო void-ი და სახელი თქვა შეგიძლიათ დაგეწერათ print-ი. და ამას უნდა გადმოწოდებოდა 3 ცალი ცვლადი. და просто ეს ცვლადები უნდა გამოეტანა. მაგალითად ესეთი პრინციპით. კიდე ნახეთ რა მაგარი რაღაც შეიძლება გავაკეთოთ აი ხა გასწავლით. არა უბრალოდ პირველ ნიშნავს და ენის ნიშნავს მეორე ესე და ეს. ეხლა ნახეთ ეხლა ანუ console write lines ხო ერთი პარამეტრი გადაეცემა მარტო რაღაც string-ი რომელიც უნდა გამოიტანოს პირდაპირ.
და მე თუ არ მინდა რომ პლუსებით და სტრინგებით, ჯამებით და რაღაცებით წერო და მე ბჭყალებში ავირიო, აი ესე ჩავწერ. ნახე და შენი სახელია აქ სისტემურ ჭრილებში ჩავსვავ 0-ს, მე 1-ს, მე 2-ს, მე 3-ს. და ეხლა ნახე ესე იგი console write-line-ს გადავცემ რამდენიმე პარამეტრს. ანუ პირველს გადავცემ ამ strings და მე დავსვამ მძიმეს და მე გადავცემ ის რაც უნდა ჩაჯდეს 0-ში, რაც უნდა ჩაჯდეს 1-ში, 2-ში და 3-ში მძიმებით გამოვყოფ რა. პირველში რა უნდა ჩაჯდეს სახელი, ანუ n. მეორეში უნდა ჩაჯდეს s-ი. მესამეში უნდა ჩაჯდეს age და მეოთხეში უნდა ჩაჯდეს u. ხო? ხო. ეხლა გავუშვებ. ხო. ხო, მართლა. არ გამომიძახებია. პრინცი ჩვეულებრივ გადავცემ. ხო? და ყველაფერი რიგზია. ეხლა ის რო გავუშვა. ხედავთ ვაფშე ვინმე აქ? მე ხლა უფრო კარგად ხედავთ. ეხლა ვაკეთებ წინა დავალებას. წინას არა და იმის წინას, აი ფუნქციაზე და იმაზე რა ვიყო. შენი სახელია ალექსი, გვარია ამიაშვილი და ასაკია 22. ხო? აი, ეხლა ნახე, თქვათ მინდა რომ ეს შენი სახელია ეს, შენი სახელია ის და ასე შემდეგ, ცალ-ცალკე ხაზზე დაიწეროს. ამისთვის ვიყენებ ტაბულაციის ნიშნებს, ოღონდ აღარ მახსოვს S-ია თუ მე მგონი S-ია. მეორენაირადაა? ანუ სლეშია თუ ბექსლეშია, ეგ აღარ მახსოვს. აბა გავუშვა და ვნახოთ. კი, ეგ არის. ანუ აი ესეთ ნიშანს ვიყენებ და ეს ნიშანი იზავს შემდეგ რაღაცას, ოღონდ აქ ამას წავშლი. აქაც პრაბლემას გავაკეთებ. ამას აქ მივაბავ, რომ ამაზად გამოვიდეს. всё. ხა გავუშვათ ალექსი ამიაშვილი. შენი სახელი ალექსი, გვარი ამიაშვილი, ასაკია 22 და უნივერსიტეტია ჯეოლოგი. კაი, ხა ნახე, ვინც ახლა მოვიდა, რა გავაკეთეთ ახალი. ანუ ახალი რა, ანუ რა გავაკეთეთ საერთოდ. პირველი ამოცანა იყო, რომ უნდა შეგეტანა console line-ით რაღაცა მონაცემები, მე ეს მონაცემები უნდა გადაგეწოდებინა ფუნქციისდო და ფუნქციას პროსტა უნდა დაებეჭდა ეს. ანუ გავაკეთე 4 ცალი ცვლადი, რეალურად ამოცანაში მე მგონი იყო 7 თუ 8, არ მახსოვს. შევიტანე ეს ცვლადები კონსოლიდან და გადავაწოდე ფუნქციას. ეხლა მაგრამ აქვს ფუნქცია. ფუნქცია არის ჩვეულებრივი void დასაბრუნებელი მნიშვნელობის და ქვია print-ი. გადავაწოდე string-ის 3 ცვლადი და 1, ანუ სახელი, გვარი, უნივერსიტეტი და ასაკი. და ამან რა ქნა console write line-ით გამომიტანა თითოეული ეს ცვლადი. ოღონდ ეს console write line-ში ახალი ნახე რა გავაკეთე. ანუ შენი სახელია და მე წერია ესეთი სისტემურ ჭრილებში 0, მე წერია გვარია და 1, მე წერია ასაკია 2 და უნივერსიტეტია 3. ეს ბჭყალები რო არ ამრეოდა და გრძელი რო არ ყოფილიყო, რეალურად console write line-ს მივაწოდე რამდენიმე პარამეტრი, string-ი და შემდეგ აი 0-ში, 1-ში, 2-ში და 3-ში რაც უნდა ჩაჯდეს იმ თანმიმდევრობით ცვლადები. და ამან n-ია იყო და წასვლა 0, წამოიღო და ჩასვა 0-ში, S-ია იყო და ჩასვა 1-ში, A იყო და ჩასვა 2-ში და U-ა იყო და ჩასვა 3-ში. ეხლა ეს backslash-ი და n-ი რა არის? backslash-ი და n-ი არის ახალი ხაზიდან დაწყება, ანუ პროსტა რაცაა break-ი HTML-ში, ზუსტად იგივეა n-იც აქ, ანუ პროსტა ჩამოვარდეთ ქვედა ხაზს. ხო. და ეხლა რო გავუშვებ, შევიტანე ალექსი ამიაშვილი. შეულა და 22 და გამომიტანს შენი სახელი ალექსი, აი დაბლა. ამას. ხო? გვარი ამიაშვილი, ასაკია 22 და უნივერსიტეტია ჯეოლოგი. ეს გავაკეთეთ წინა ამოცანა. ანუ ძირითადად შენ არ გაიკეთებია ჯერ ეს. ხო, ანუ კითხვა ეხა რა გაქვთ? წინა ლექციასთან დაკავშირებით, ან იმის წინა ლექციასთან დაკავშირებით. ან რაიმე ამოცანა ხო არ გაქვთ, რაც გინდათ რომ გავიაროთ. კაი. მოდი მაშინ ეხა ესე ვქნათ. ეხა გავაკეთოთ მასივში მინიმალური ზებნის ალგორითმი. ხო?
ანუ მაქვს მასივი, რომელიც არის 5 ელემენტიანი და მინდა ვიპოვო მინიმალური. ეს არის ძალიან გავრცელებული ალგორითმი, რომელიც დაგჭირდება თითქმის ყველა. ანუ ხო. ანუ PHP-ში დაგჭირდებათ, ASP-ზე დაგჭირდებათ და ასე შემდეგ. ნუ მართალია შეიძლება ჩადგმული ფუნქციები იყოს, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, ან ჩადგმული ფუნქცია ნიშნავს, რომ ფუნქცია იყოს სახელად min და რაღაცას დაწერ დავწევი. წერტილს მე min და ის დაგებუნებს იმის მინიმალურს, მაგრამ მოდი მაინც გავაკეთოთ ჩვენ დავწერთ უბრალოდ ეს ალგორითმი. ეხლა რა მჭირდება? ესე იგი, ჯერჯერობით ფუნქცია ამჭირდება, ჭირდება ისა მასივი, რომელიც არის 5 ელემენტიანი და მე ეს მასივი უნდა შევავსო მე თვითონ ხელით შეტანილი კონსოლიდან რიცხვებით. და ეხლა მიკარნახეთ როგორ დავწერო ეს. და 5. ეხლა მითხარით როგორ შევავსო კონსოლიდან. ანუ ჩვეულებრივ for-ს ვატრიალებთ 0-დან 5-მდე 0 1 2 3 4 გამოდის 5 ჯერ დატრიალება და ზუსტად მასივიც არის 5 ელემენტიანი. და როგორ? კაროჩი ამაზე აყენია რაღაც თულები. ეს ხო არა ჩემი ვიზუალი, რომელიცაც აქვს რაღაც დამატებითი აიქაც რაღაცები გამოაქვს, კიდე შავი რაღაც პენდერები გამოაქვს. ეგ შეგიძლიათ დაიგიდოთ, ამ დეფოლტად ეგეთი არ არის ვიზუალი. თუ რაღაც ედონები აყენია დამატებით. რატო ამწვანებს და გვიწერს რომ use implicit typed local variable declaration. კაროჩი დაიგიდეთ. ხო, და ეხლა უნდა შევავსოთ. всё, მასივი შევავსე. ეხლა მოდი რომ დავუწმუნდეთ რომ ეს მასივი შევავსე. დაუბეჭდოთ ეს, ხო? და ეხლა კიდევ ერთ ახალ რაღაცას გეტყვით, for ციკლი ხო ხედავთ როგორც იწერება. for ციკლის შემოკლებული ვარიანტი არის, რომელსაც ასევე ყველაზე ხშირად იხმარებთ და ქვია for each. ისაც ციკლია, ისაც მასივის ყველა ელემენტს გაირბენს, მაგრამ ცოტა სინტაქსია სხვანაირად. და ეხლა გაჩვენებთ როგორი. ანუ ესეთი keyword-ი არის for each. უკვე სიტყვა გულისხმობს რაც ხდება, ხო? რა ხდება? ანუ ყოველისთვის, ხო? და ხდება ეს რაღაც. ვაცხადებ, ანუ მასივში ხომ აქვს ინტერი. ვაკეთებ int is და მე ვეუბნები in რომელ მასივშიც. ეხლა რომელი უფრო მარტივია, ეს თუ ის? ეს, ხო? ხო. და მე თან კარგი რა აქვს, ანუ პირდაპირ ეს ჩემი i განა ინდექსი იქნება მასივის თითოეული ელემენტი. ანუ თუ მინდა რომ გამოვიტანო მასივის თითოეული ელემენტი, ხო? ჩავწერ აი ესე, პირდაპირ is. მიხვდით ხო? აქ ერთ ხაზს გამოვტოვებ. ეხლა იგივე ვარიანტი რო დავწეროთ, for-ით ხედავთ რა მხელაა. აი ნახეთ რო შეადაროთ, ესე იგი ეს არის for-ით და ეს არის for-ი, ხო? ანუ აღარ გიწევს ესე არაი იურის წერა, აქ პირდაპირ ის ხმარობ შენ და აღარ გიწევს ამხელა რაღაცის ჩაწერა პირდაპირ int in არაი, ეუბნები რომ ყველა, ანუ არაიში ყველა ელემენტისთვის. i გახდება ყველა ელემენტი, ჯერ ხდება პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ეხლა მოდი შევიტანოთ. 6 გამოტოვა ხაზი და დაგვიწერა იგივე, ხო? დავაი, ეხლა მოდი გავაკეთოთ ვიპოვოთ ჯერ მინიმალური. ვინმეს რაიმე იდეა ხო არ აქვს? როგორ? რას? მინიმალური. ჯერ ყოველ შევაწერო. ხო. ეგ იქნება მინიმალური. ხო. მეორე შევაწერო. თუ ის ნაკლებია, ის გახდება მინიმალური. კაი, კიდევ ვინმეს სხვა იდეა გააქვთ? იგივე? აი, ახლა სწორად თქვა.
ხო, ანუ ჯერ ოღონდ ანუ შედარება ყველა ვარიანტს დაგჭირდება, მაგრამ თავიდან რაღაც ანუ აი ხა როგორ ვთქვა, ესე იგი ბევრი ალგორითმი არსებობს, მინიმალური ყველაზე ოპტიმალური საფი არის ეს. აი ხა ხედავთ ეს და ხა გვაქვს 5 ელემენტიანი მასივი. პირველი წერია 3, მეორე წერია 6, მეორე წერია 2, მეორე წერია 1, მეორე წერია 7. ხო? და ეხლა როგორ იყო ამ მასივში მინიმალური? ეს არის ყველაზე ნარატიული და ლოგიკური ალგორითმი არის ესეთი. თქვა პირველი არის მინიმალური. მაქვს მინუსვადი, რომელშიც ჩავწერა პირველი. ხო? მე მივყვები და შევადარებ. 6 არის 3-ზე ნაკლები? არა, ანუ დარჩა მინიმალურად ეს. ხო? 2 არის 3-ზე ნაკლები? ანუ 2 გავდა მინიმალური. გადავაწერე. ორი არის 1-ზე ნაკლები? არა, ხო, 1-ია 2-ზე ნაკლები. ამიტომ 1-ს გადაეწერა გახდა 1. 1 არის 7-ზე ნაკლები? კი, არის. ან ასე რომ დარჩა რომ მინიმალური არის 1. ანუ ეს არის ყველაზე ნაკლები ალგორითმი და ეხლა მოდი ეს დავწეროთ. კაი, ახლა როგორ დავწერო ეს თქვენ მითხარით? ჯერ სანამ მანამდე გვჭირდება ცვლადი, რომელიც არის int min. და დეფოლტად ვიგულისხმებთ ვივარაოდებთ, რომ თქვათ პირველივე არის მინიმალური, ანუ ამ მინიმალური თვითონ ცვლადში დაიმახსოვროთ რაღაცა საწყისი ხო გვინდა, რასაც მე ყველა შევადარებ და ავიღოთ პირველივე ელემენტი. არ არის ნულოვანი. აბა ეხლა როგორ ჩავწერე? მერე? კამერა აქ როგორ Що? ელსი გჭირდება? არა, ალბათ ნახოთ თუ ეყოფა ეს და გამოვიტან პირდაპირ მინი. ეხა აქ რომ შევიტან 4, 5, 1, 2 და 1, რა უნდა გამომიტანოს? რა გამომიტანა 1. ეხა აქ რატო არ არის ეხა for-ში ამ შემთხვევაში ოპტიმალური? არა. აი win გამცემს ეხა ამაზე პასუხს. ანუ for-ში ეხლა არ არის ოპტიმალური, იმიტომ რომ აკეთებს 1-ით მეტ ოპერაციას. ვიდრე უნდა აკეთებდეს. ანუ პირველ ოპერაციას აკეთებს ზედმეტად, ანუ თავის თავს ადარებს თავის თავს რა. ამ შემთხვევაში თუ იხმარებთ for-ს, უფრო კარგი იქნება. მაგრამ პრობლემა და ის რა ქვია, ხო, ანუ ეს 1 რეალურად არაფერი არ არის ჩვენთვის, იმიტომ რომ გვაქვს ძლიერი კომპიუტერები და ეშვება ძლიერ პროცესორზე, მაგრამ რეალურად იცოდეთ, რომ ანუ ეს ამას თუ გაკეთებ for-ში, თან რას აკეთებს? პირველივე გაქვს RI ნულოვანი, ხო, ანუ პირველივე ელემენტი და პირველივე შედარებს აკეთებს, რომ თავის თავს ადარებს, თქვა პირველივე თუ არის 3, 3-ს ადარებს 3-ს. რო გქონოდა for-ი მარტივად ავირიდებდით ამას თავიდან, დავიწყებდით 1-დან ტრიალს, ხო? და პირველივე შედარებას გააკეთებ და მეორე ელემენტს შეადარებ და პირველს. კაი, ეხლა გადამაკეთებინეთ აი ამ თლიან პროგრამაში რაღაც, რაც ამ პროგრამას გადააკეთებს მასივში მაქსიმალურის მპოვნელ ტიპად. მინიმალურს კი აღარ ვეძებ, უკვე მაქსიმალურს ვეძებ. და ეხლა უკვე იპოვის მაქსიმალურს, ხო? შევიპოვა მაქსიმალური. ანუ ნებისმიერ ადგილზე რო იყოს, ანუ რომელ ადგილზეც არ უნდა იყოს, მაინც იპოვის, ხო, მაქსიმალურს. ანუ რომელ ადგილზეც არ უნდა იყოს ეს მაქსიმალური, მაინც იპოვის მაქსიმალურს. პირველივე რო იყოს მაქსიმალური, ექნება რამე პრობლემა? მაინც იპოვის მაქსიმალურს, იმიტომ რომ პირველივე გახდება მაქსიმალური და მე მაგაზე მეტი არც ერთი აღარ იქნება, ხო? კაი. ეხლა წინაზე ასევე იყო ესეთი კითხვა, ოღონდ ეხლა მე უნდა ვცადო ეს. ანუ კითხვა იყო ესეთი, რომ შემიძლია თუ არაო რომ რიცხვები შევიტანო იქამდე სანამ მეორე რიცხვი გაჩერდეს. შენ ქონდა მე მგონი ეგეთი კითხვა. ხო, მაგრამ აი ესე რო შევიტანო. ეს ხო აღარ შეიძლება.
Ctrl-Z არ აჩერებს. კი, ესე იგი, C++-ში ესეთი რაღაცაა, რომ Ctrl-Z აჩერებს, Enter-ს დაარტყა, უნდა გააჩეროს შეტანი, მაგრამ აქ არ აჩერებს. ანუ მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ანუ გაარკვიოს იმ რა ქვია პროგრამა, ხო, რიცხვი არის თუ არა უარყოფითი. ოღონდ განა რაღაც ერთ კონკრეტულ რიცხვზე გაარკვიოს, ანუ აი რამდენჯერად შევიტან იმდენჯერ მითხრას არის თუ არა უარყოფითი. ოღონდ როცა მომინდება რომ გაჩერდეს რა შეტანა და დამთავრდეს პროგრამის მუშაობა. ანუ მივხვდი ხო გაიხსნება კონსოლი შევიტანე 5 მითხრა არ არის უარყოფითი. შევიტანე 7 მითხრა არ არის უარყოფითი. შევიტანე -2 მითხრა არ არის უარყოფითი. შევიტანე სიტყვა exit-ი და მითხრას რომ მორჩა მუშაობა და გამოვარდეს პროგრამა. ხო, მაგრამ ჯერ ხო კონსოლის შეტანა ხოლმე ჩაიციკლოს, ამიტომ რაღაც გჭირდება. ან მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ. შემოვიღოთ სვლადი მაგალითად string input. ხო? რომელიც ჯერჯერობით არაფერი არ იქნება. მე გავაკეთოთ while true, რომ ამ შეტანამ ინტრიალოს სულ და სულ და input-ი გავხადოთ console readline-ის ტოლი. ჯერ თავიდან მოდი string-ი იყოს და მე როცა დაგჭირდება მე გადავაკონვერტიროთ რიცხვში. ახლა ნახავთ რატო. ჯერ თუ იტრიალებ და exit-ი. ხო, სანამ exit მე შევადაროთ თუ მოდი აქ true კი არ იყოს, აქ იყოს bool op, რომელიც იქნება true. აქაც ჩავსვათ op და if input-ი უდრის exits machine op გახდეს false. ხო? ოღონდ აქ ის რაღაც გავაკეთე. თუ არ უდრის exits მაშინ აქ სხვა რაღაცა მოხდეს და ელში გახდეს false. და ეხლა ნახოთ რითიც ჭირდება ეს ყველაფერი. თუ არ უდრის exits, ესე იგი მართლა რიცხვი შემოუტანია და უნდა გაიგოს მარტივია თუ არა. და რა უნდა გაკეთდეს ეს input-ი? უნდა გახდეს დაკონვერტირებული int-ში, უბრალოდ მოდი ესე ვქნათ. string number-ი გახდეს convert to int 32 input-ი. ანუ numbers უკვე მივანჭებ ეს input-ი განაკონვერტირებული string-ში კი არა, აქ int-ი უნდა ეწეროს int-ში, ხო? და მე შევადაროთ თუ ეს number-ი მეტია 0-ზე, მაშინ დადებითია. ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში უარყოფითია. ხო? ეხლა მოდი გავუშვათ, ჯერ ნახოთ რა იქნება. ესე იგი 5 დადებითია, 2 დადებითია, 6 დადებითია, -1 უარყოფითია და exit რო შევატანე გამოვარდა პროგრამიდან. ეხლა რატო მოხდა ეს, ხო? ეხლა მივიყვეთ თვითონ როგორ სრულდება პროგრამა. ესე იგი მაქვს რაღაცა string input-ი, რომელშიც დავიმახსოვრებ ყოველთვის კონსოლიდან შემოტანილ ცვლადს. თავიდან რა თქმა უნდა ეს იქნება string-ის ტოლი, უბრალოდ string ტიპის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე არ ვიცი მე სიტყვა შემოაქვს თუ რიცხვი. ამიტომ იქნება string. მე მაქვს რაღაცა bool ცვლადი, რომელსაც დავარქვი op, რომელიც თავიდან იქნება true ტოლი. ეს რაში მჭირდება, რომ ვატრიალოთ ციკლი, ხო? აქ რახან ჩაჯდება true, ციკლში შევა და დაიწყებს ციკლის კოდის შესრულებას, ხო? თქვათ პირველივე ჯერზე გავუშვით და არის ეს true. შევიდა შიგნით, შემოვიტანე რამე რაღაცა, არ ვიცი ჯერ სიტყვაა თუ რიცხვია. უნდა გავარკვიო ჯერ თუ სიტყვაა და exit-ია, მაშინ უნდა შეასრულოს, ხო? უბრალოდ უნდა გამოაგდოს, ხოლო თუ სიტყვა არ არის და რიცხვია, მაშინ უნდა შემისრულოს რაც უთხარი ის. არ ვიცი ჯერ რა არის და აქ ამოწმებს. ეს აი ძახილი და ტოლობა ნიშნავს არ უდრის. ორი ტოლობა ხო ნიშნავს უდრის. ანუ უდრის ნიშნავს ამოწმებს, უდრის თუ არა. და ძახილი და ტოლობა ნიშნავს რომ თუ არ უდრის. ანუ აქ ამოწმებს თუ input-ი არ უდრის exits, ანუ ან სხვა რაღაც სიტყვაა, ან კიდე რიცხვია. ესე იგი ჩავთვალოთ რომ რიცხვია. მაშინ უნდა გადააკონვერტიროს ეს input-ი რიცხვში, რიცხვის ტიპში და უნდა დავიმახსოვრო number-ში. მე უნდა გავარკვიო თუ number-ი მეტია 0-ზე, ანუ დადებითია, ხო? ხოლო თუ ყველა სხვა შემთხვევაში, ანუ თუ 0-ის ტოლია, ან ნაკლებია, მაშინ
უარყოფითია. აქ მოდი 0-ით შევიყვანოთ, უთხრათ თუ ისა მეტია ან ტოლია უთხრათ. ანუ თუ 0-ია, მაინც დადებითიას გამოიტანს რა. და ეს მორჩა მუშაობას, ხო? else აღარ შესრულდება. ხო? და ავა ისევ მაღლა. ოპი რა არის? ისევ თუ არის, ხო? არ შეგვიძლია მნიშვნელობა. ეხლა თქვა შევიტანე სიტყვა exit, ხო? და რა მოხდება? input-ში დაიმახსოვრებს სიტყვა exit-ს. მე ამ if-ში შეადარებს input-ი, ანუ exit-ის ტოლი არ არის? ანუ არის რეალურად. ამიტომ ეს if-ი არ შესრულდება, ხო? აი ეს if-ი. იმიტომ რომ აქ რეალურად exit-ი წერია. და exit-ი არ უდრის exit-ს არის false, იმიტომ რომ რეალურად exit-ი უდრის exit-ს. ამიტომ რახან if-ი არ შესრულდა, შესრულდება else. else-ში რა მოხდება? ეს ჩემი op-ი, რომელიც თავიდან იყო true, გახდება false. მორჩა while მუშაობას ადის მაღლა. ეხლა უნდა შეამოწმოს ისევ და აქ შესდება while false. და while false ნიშნავს, რომ while-ი აღარ შესრულდება და გამოვარდება პროგრამიდან. ხო? აი while-ის მერე აღარაფერი კოდი აღარ მიწერია, ასე რომ მორჩება პროგრამა მუშაობას. ეხლა მოდი ვცადოთ, მე თუ შევიტან პირდაპირ exit-ს. პირდაპირ მორჩება მუშაობას, ხო? მაგრამ მე თუ შევიტან რაიმე იმას და მე რა შევიტან რაღაცა დებილობას, უკვე ამოვარდება error, ხო? ხო, აი ხა მაგალითად ეხლა მოდი error-ი დავიჭირო. error-ს რეალურად სად აგდებს? აი რომელი ხაზ, აი ხა რომელმა ხაზმა, აი ხაზის ნომერი მითხარით, რომელმა ხაზმა ამოაგდო ეხლა ეს error. არა, ხაზის ნომერი მითხარი. 23-მა, ხო? ანუ რეალურად როცა გადაკონვერტირება სადა, ხო, მაშინ ნახა რომ სიტყვა იყო და მაშინ თქვა რომ სიტყვას ვერ გადავაკონვერტირებ error-იაო. ამიტომ ეხლა ჩვენ მოდი ავდგეთ და გავაკეთოთ, ჩავსვათ ეს try-catch-ში. მოდი ეხლა ტუპად ჩავსვათ try-catch-ში და მე ვნახოთ რა error-ი ამოვარდება. აი ეს ჩავსვათ try-ში, უბრალოდ try დავწეროთ მაღლა. ეს მოვაძროთ, ეს აქ დავწეროთ. და რა უნდა უთხრათ ჯიგარს? წესით ყველაფერი რიგზია, ხო? თუ არა? ნამბერი გააცეთლა და რა დამიწერა? ანუ ეხლა ამ რა დამიწერა? Cannot resolve single number. ანუ ვერ ხვდები რა არის ნამბერიო და რატო? ანუ ნამბერი გამოცხადებული გვაქვს try-ში, ხო? ეს try შემოფარგლულია ორი სისტემური ფრჩხილით. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ ეს ნამბერი არის try-ის ლოკალური ცვლადი. ანუ try-ის გარეთ ამას ვეღარ დავინახო, ხო? თუ მინდა რომ ეს მე ნამბერი try-ის გარეთ დავინახო, მაშინ უნდა გავაკეთო try-ის გარეთ უნდა გამოვაცხადო, ხო? და ეხლა ამას ესეთ რაღაცას მოვიფიქრებ. ამ numbers რეალურად გამოვაცხადებ try-ის გარეთ. ოღონდ მარტო გამოცხადება არ შველის. ახლა რაღაც უნდა მივანიჭო, იმიტომ რომ მარტო გამოცხადება იმიტომ არ შველის, რომ შემდეგ რაღაცას ვადარებ. ანუ ეს ეხა არაფერი არ არის, არც 0, არც არაფერი არ არის და ანუ ეს ვარაუდობს, ანუ ეს რატო არ შვება ეხლა სწორად, იმიტომ რომ შეიძლება რომ try-ში შევიდეს და აი მინიჭებამდე არც კი მივიდეს. ამიტომ თუ numbers არაფერი არ მიენიჭა, რაღაცას ვერ შევადარებთ. იმიტომ რომ არაფერს რაღაც რიცხვს ვერ შევადარებთ. ამიტომ აი ამას default-ად უნდა შევადაროთ, უნდა მივანიჭოთ რაღაც. რომ ანუ ითვალისწინებს იმას, რომ შეიძლება try-ში შევიდეს და არაფერი არ მიენიჭოს და ასევე არ შეიძლება რომ არაფერი რაღაცა შეედაროს. ამიტომ თუ თქვა და აქ შევიდა და ამას არაფერი არ მიენიჭა, რაღაც ამას მინიჭებული მაინც უნდა კონდეს, იმიტომ რომ მე რიცხვს ედარება. ამიტომ ნებისმიერი რიცხვი, მაგრამ ლოგიკურად აქ სწორი იქნება, რომ აქ ეს წავშალოთ ტოლობა და ამას მივანიჭოთ 0. ხო? და მე შეგვიძლია აქაც შევადაროთ. ახლა ნახე როგორ რაღაც შედარება შეგვიძლია. ეს კი იყოს 0, მაგრამ 0 ხო არ დადებითია იდეაში და არც უარყოფითი. უფრო დადებითია, ხო? კი, მეგობრებო. დადებითი. არა, 0 არ დადებითი. არ დადებითი და არც უარყოფითი, ხო? და ანუ შეგვიძლია ეს რაღაც გავაკეთოთ. აქ შევამოწმოთ is to number-ი უდრის 0-ს, მაშინ თქვას რომ არ ვიცი. else if to number-ი
მეტია 0-ზე გითხრას რომ დადებითია და ყველა შემთხვევაში მითხრას რომ ვარყოფითია. აბა ეხლა რა მოხდა ვინმე თქვის, აი ეხლა რომ გაუშვა სწორად იმუშავებს, აი გაუშვი, ხო? შევიტანე 5, მითხრა დადებითია, შევიტანე -1, მითხრა ვარყოფითია, შევიტანე 0, მითხრა არ ვიცი. ხო, შევიტანე 2, მითხრა დადებითია. შევიტანე exit და გამოვიდა. ეხლა თქვათ გაუშვით, შევიტანეთ 2, მე შევიტანეთ -3 და შევიტანეთ რაღაც სიტყვა. შევიტანეთ რიცხვი, შემოვიტანეთ რიცხვი. მაგრამ ასევე დამიწერა არ ვიცი. იმიტომ რომ რეალურად მაინც შეადარა 0-ზე, ხო? და ანუ იმის მე რაც შეადარა, მითხრა რომ არ ვიცი. ეხლა ამისგან რაიმე ანუ ამისგან რო თავი ავირიდოთ შეიძლება? რომ ეს რო აღარ გააკეთოს. ხო. მაშინ გამოდის რომ ყველაფერი შეიძლება ჩავსვათ try-ში, ხო? აბა ჩავსვათ მოდი ყველაფერი try-ში. ეხლა გადავამოწმოთ რომ ყველაფერი რიგზეა. ეხლა არაფერი აღარ აგდებს მიუხედავად იმისა წავშლით. და აბა მოდი გავუშვათ და ვნახოთ რა მოხდება. -2-ზე ვარყოფითია, 2-ზე დადებითია, exit-ზე რჩება მუშაობას. და ანუ სწორადაა ხო ყველაფერი. ეხლა ეს რატო გამოიწვია? ანუ იმისათვის რომ ნამბერი ჯერ try-ში გქონოდა და მერე გარეთ დაგჭირდა რომ ნამბერისთვის დეფოლტად რამე მიგვენიჭაბინა, ხო? ეს უკვე აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ეს ნამბერი try-ს მერე აღარ გამოიყენება არსად. ანუ try-ში თუ შევიდა, მოკლედ ან უეჭველი ინიციალიზება მოუწევს, ან თუ არ მოუწია ნამბერს მეტგან აღარ ვიყენებ და აი რომ აღარ მეტყვის რომ ნამბერის ინიციალიზება გააკეთე, იმიტომ რომ შეიძლება მერე გამოიყენო, ხო? ანუ წერა რა პრობლემა იყო? შეიძლებოდა რომ ნამბერი ყოფილიყო არა ინიციალიზებული, ანუ ნამბერში არაფერი არ ყოფილიყო დამახსოვრებული რიცხვი. მერე შეიძლებოდა რომ try-ში ნამბერი საერთოდ უბრალოდ ნამბერისთვის try-ში საერთოდ არაფერი არ მიგვენიჭებინა, ანუ ნამბერი რჩებოდა ისევ ცარიელი, ანუ ნამბერში განა 0 წერია, ნამბერში არაფერი არ წერია. და შემდეგ შეიძლებოდა და ვადარებდით კიდევაც ნამბერში რომელშიც არაფერი არ წერია, ვადარებდით 2-ს. ხო? და ამას ვერ აკეთებდა, ანუ სტილისა სინტაქსური შეცდომა იყო, მეუბნებოდა რომ თუ ნამბერში არაფერს არ ჩაწერე, რაღაც რიცხვს ვერ შევადარებ. ეხლა ეს პრობლემა მოიხსნა, იმიტომ რომ ნამბერი უკვე ინიციალიზებული მაქვს try-ში, მაგრამ try-ს გარეთ ამ ნამბერს აღარ ვხმარობ არსად. ხო? ამიტომ უკვე აღარ არის საჭირო რომ თავიდანვე ნამბერს ინიციალიზება გავუკეთე, იმიტომ რომ try-ში თუ შევიდა, იქ უეჭველი გაუკეთდება ინიციალიზება, ოღონდ თუ არ გაუკეთდა ინიციალიზება, ხო? try-ს გარეთ ამ ნამბერს მაინც აღარ ვხმარობ და მოკლედ შემიძლია არც ანუ შიგნით არც არაფერი არ დავიმახსოვრო, პრობლემა მაინც არასოდეს არ ექნება, ხო? იდეაში ყველაფერი რიგზეა და პროგრამა მუშაობს, თუ სიტყვა შევიტანე მეუბნება რომ შენ სულელი ხო არ ხარ, თუ ნუ შევიტანე მეუბნება რომ არ ვიცი რა არის და თუ არაფერი არ შევიტანე, მაინც მეუბნება რომ აი არაფერი არ შევიტანე, მეუბნება რომ შემიტანეთ რიცხვი. ნუ ცარიელი სიმრავლე შედის და ცარიელი სიმრავლე კიდე რიცხვი არ არის. აი ახლა კითხვა რა გაქვთ რაიმე რაც შეიძლება რომ დამისვათ კიდევ. კი, თუ იგივე პრობლემა თუ შეგექმნათ, მოგიწევთ გარეთ გამოცხადება. ეხლა მოდი გავაკეთოთ, შემოვიტანოთ ახალი რაღაც, რასაც ქვია ლისტი. ლისტი არის არაისნაირი, ოღონდ ბევრად მაგარია, იმიტომ რომ შეგვიძლია თავიდანვე არ უთხრათ რამ ხელაა და მე რამდენი რიცხვიც მოგვინდება, იმდენი ჩავაგდოთ, რაღაც ვედროსავითა და იტევს რამდენსაც გვინდა იმდენს რა. ანუ არაიში რა იყო პრობლემა, რომ არაიში უნდა გვეთქვა თავიდანვე რამდენ ელემენტიანი იქნებოდა და მე ეს ყველა ელემენტი უნდა შეგვეცვა, ხო? და ლისტში ეგ პრობლემა აღარ გვაქვს, ლისტი შეგვიძლია თავიდან გავაკეთოთ, თავიდანვე არ უთხრათ რამდენ ელემენტიანია და ლისტს ვერც ეთქვი რამდენ ელემენტიანია და მე როცა მოგვიდება, შიგნით რაღაცა ჩავაგდოთ. ხო?
ეხლა მოდი როგორ წერვა ლისტი, ანუ ლისტი თვითონ არის კლასი, რომელიც და სინტაქსი ჩაწერის არის ესეთი. წერთ სიტყვა list დიდი ასოთი და ნახე ლისტი სად მდებარეობს, აი დავლა რომ გამიტანა system collection generic წერტილი ლისტი. ანუ ეს ლისტი მდებარეობს collection generic-ში, ხო? აი collection generic-ი მაქვს აქ. ხო, აი namespace-ში. ესენი რომ წავშალო, პრობლემა არ იქნება. მოდი გამოვაცხადოთ ახლა ლისტი დავამთავროთ ბარემ ბოლომდე. აი ორ ცალ მეტობანაკლებობის ფრჩხილში უწერ რა ტიპისაა. შემდეგ არქმევ სახელს. ვთქვათ my list. ხო? მოდი პატარა სიტყვით დავწეროთ. შემდეგ წერ new list int და ბოლოში ორი ცალიც არიელი ფრჩხილი. ეს არის ჩემი ლისტი. ლისტის სახელი არის თავიდან ლისტის სახელი არის my list და ლისტის ტიპი არის int. ანუ არის int-ების ლისტი. ხო? როგორ? კი, მე მგონი ეს ესე ივსება. აღარ მახსოვს ესე ივსება თუ არა, მაგრამ მე მგონი რომ უნდა შეივსოს. კი, ივსება ეს. ეხუთად ესე. მარტო ის განასხვავებს, რომ მასივს ინახება ომას და ამას არ უთითებთ? ეს ინახება სხვა ტიპის მეხსიერებაში, მასივი ინახება სხვა ტიპის მეხსიერებაში და აღარ მახსოვს რომელში ინახება. ინდექსით ვერ მივწდები. თუ მიწვდები, მე მგონი მიწვდები. კაი, აბა ნახოთ მაინც. კაი, ესე იგი, ანუ ამას არ ვაძლევ თავიდანვე არაფერ ზომას, არსად არ უთითებ. და ეხლა მოდი შევამოწმოთ ეს არის რომ წავშალო რა მოხდება. ანუ პროსტა ლისტს ვეღარ ხედავს, ხო? ანუ დავწმუნდით რომ ეს ლისტი არის აი system collection generic namespace-ში. აქაც რომ გადავიდე ამის დეფინიციაზე, declaration კი ხო? არა, declaration არ ჭირდება. implementation ჭირდება. აი არის system collection generic-ში მდებარეობს ეს, აი აქ არის აღწერილი რა არის ლისტი. კაი, ეხლა მოდი ლისტში დავამატოთ ობიექტები. ლისტში ობიექტების დამატება ხდება შემდეგნაირად. ლისტი წერტილი და ამას აქვს უბრალოდ my სახელი თუ უნდა მიმართო. my list წერტილი add და აქ შემიძლია გადავცე რაიმე რიცხვი. აი ხდება, ანუ მეც მახსოვდა რომ ხდებოდა. ანუ ესე პირდაპირ ვწდომა ინდექსის საშუალებით ხდება მაინც. ეხლა მოდი შევავსოთ ეს ლისტი. კიდევ რაღაცეები. my list-ი არის ლისტის სახელი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ როგორც გვინდა ისე შევცვალოთ, ხოლო add არის ლისტის ფუნქცია, რომელიც აამატებს ახალ ელემენტს ლისტში. ბოლოდან აბავს ესე რა, ანუ რაღაც დავიმახსოვრე 1, მე მინდა დავიმახსოვრე 2, აი როცა ბოლოდან მიაბავს გააკეთებს 2-ს, მე მინდა დავიმახსოვრე 3 და მიაბავს გააკეთებს 3-ს. შემიძლია დავიმახსოვრე რამდენი ელემენტიც მინდა იმდენი სანამ მეხსიერება მეყოფა, ხო? უნდა მეხსიერება რა თქმა უნდა არსებულ ჩვენ კომპიუტერებზე გვეყოფა ძალიან დიდ ხანს რომ შიგნით ვიმახსოვროთ რიცხვები, ანუ შეზღუდვა თითქმის არ არსებობს. ეხლა რა პლუსი აქვს უკვე მივხვდით, ხო? ანუ მე მგონი რომ არა. მე მგონი რომ არა, იმიტომ რომ ეს არ აქვს მე მგონი გადატვირთული ფუნქცია. არა, ერთი ცალი უნდა დავამატოთ. ერთი ცალი უნდა დავამატოთ, ანუ მეც ვეღარ დავამატოთ. edi რა, ანუ აი ფუნქცია ხო არის edi. დასაბრუნებელი მნიშვნელობა რა აქვს? ed ფუნქციას. რამეს გვიმბრუნებს? ანუ რა ტიპისაა? void-ია, ხო? ანუ რიცხვს გადავცე, მის ამატებს, ოღონდ პასუხს არ მიბრუნებს. ანუ რიცხვს რომ აძლევ, რაღაცას აკეთებს და პასუხს არ მიბრუნებს. ანუ ჩვეულებრივი void ტიპის ფუნქციაა, ხო? კაი. ეხლა უკვე მივხვდით, ხო? ანუ რა პლუსი აქვს ამას, იმიტომ რომ შეიძლება წერ პროგრამას, შენ თავიდან არ იცი, რამდენი ცვლადის მოგროვება მოგიწევს და შენ გააკეთებ ლისტს და მე მიყვებია, სადაც კი დაგჭირდება, რომ რაღაცა ტიპის ცვლადი შეინახო ამ ლისტში, იქ დაწერ my list წერტილი add და იქ შეაგდებ იმ რიცხვს ლისტში, ხო? ანუ array-სნაირად არ დაგჭირდება, ანუ array ეხა
ან ერთიანად უნდა შეავსო, ან უნდა აკონტროლო ბოლო ინდექსზე რა დაიმახსოვრე, რომ გადაწერა არ მოახდინო, ხო? და ეს იმისგან იმით განსხვავდება, მაგით განსხვავდება. ეხლა შემიძლია გავაკეთო, თქვათ for-ით შევავსო რა. ჩანაცვლება შეგვიძლია შეტანილი თუ ინდექსზე გადავაწერე კი? კი. თქვათ i არის თავიდან 0-ის ტოლი, შემდეგ i იქნება რაღაც 10-მდე დავატრიალოთ, არ მოდი 10 ბევრია, 4-მდე დავატრიალოთ. და mylist წერტილი-add აქაც დავწერე იგივეს convert წერტილი to Windows 32, ანუ 32 ისა inch გადავიტანოთ. console readline. ხო, ახლა გავუშვათ. შეგვატანებს 20 ცალ list, ხო, და მორჩა მუშაობა და ახლა მოდი for-ში დავბეჭდოთ. ჩაუბრუნო რა შევიტანა ის დამებს და ეხა შემიძლია თუ რა გადავაწერო რამე. ანუ mylist თქვათ ნულოვანი რო გავხადო 100. ხა გავუშვა შევიტანო 2, 3, 4 და 5 და ნახე რომ ნულოვან ელემენტს ანუ პირველივეს გადაეწერა მნიშვნელობა 100. და დავიწყვის დროს უკვე ლისტში პირველი ელემენტის მნიშვნელობა შეცვლილია და ორი კი აღარ არის 100-ია. ანუ ლისტი ასევე ძალიან ხშირად გამოიყენება მონაცემთა ბაზებთან მუშაობის დროს და რატო? იმიტომ რომ მონაცემთა ბაზიდან თუ მინდა რომ წამოვიღო რაღაცა ანუ ელემენტ ჩანაწერები თავიდანვე რა თქმა უნდა არ ვიცი რამდენი ჩანაწერია შიგნით და ამიტომ arrays ვერ გამოვიყენებ და უნდა გამოვიყენო ლისტი. ხო? იმიტომ რომ არ ვიცი თავიდან რამდენი ჩანაწერია, შეიძლება 100 იყოს, შეიძლება 1 იყოს, შეიძლება მილიარდი იყოს. და ლისტი არის ტიპი, რომელსაც თავიდანვე არ სჭირდება განსაზღვრა ზომის. გამოვაცხადებ ლისტს, წამოვიღებ მონაცემთა ბაზიდან ჩანაწერებს და ჩავიყრი ლისტში. და ლისტი დაიტევს ამ ყველა ჩანაწერს, ხო? ეხლა მოდი მარტივი კლასი გავაკეთოთ. მერე გავაკეთოთ კლასების ლისტი და ჩავყაროთ კლასების ობიექტები ამ ლისტში. ხო? ეხლა ნახე რა ვქნათ. მოდი გავაკეთოთ ჩვენი ამ კლასში რაც ვართ კომანდა, ამი ჩვენი ისენი რა ქვია, ობიექტები. ანუ გავაკეთოთ სტუდენტის კლასი და მე სტუდენტის კლასის ობიექტების მონაცემები შევავსოთ ჩვენი რეალური მონაცემებით და გავაკეთოთ ჩვენი ლისტი. კაი. კლასს მაშინ დავარქვათ სტუდენტი. ანუ პატარა ასოთი რო დავწერო არ მეჭხუბება, მაგრამ მოდი დიდი ასოთი დავწეროთ, იმიტომ რომ კლასს ვიცით რომ ვარქმევ დიდი ასოთი და მოდი მარტივი ის გავაკეთოთ, სახელი, გვარი და ასაკი. აი ნახენ ამაზე ედონიამით დაყენებული, ანუ ეგრევე enters რო ვაწვევი წერტილმძიმე და enters ავტომატურად გადამეკეთებს private string name surname. ხო? რეალურად ეს private რო არ ეწეროს, ხომ მაინც private-ია. მაგრამ თვალსაჩინოებისთვის რო თქვა არ დაგავიწყდეს, მე მიწერა რა, შეიძლება public-ი გინდა და დაგავიწყდა მიწერა რა. და private-ს იწევს ავტომატურად, რომ შემოსწონს რომ private-ია. თუ გინდა რომ გახადო public-ი, მიაწერე მაშინ public-ი, ხო? რა განსხვავებაა private და public შორის? private საიდან წვდები? თვითონ მარტო ამ კლასიდან, ხო? და public-ს კიდე ყველანაირი სხვა ამავე namespace-ში არსებული კლასიდან და ფუნქციიდან. private-ს ამავე კლასში არსებული ფუნქციიდან მივწვდები? კი, ხო? და ქონდა მაგის მაგალითი print-ი რო გავაკეთე, თავისუფლად მივწვდი private ველებს. ოღონდ ის print-ი ამავე კლასში იყო, ხო? და გავაკეთო private int age. ეხლა მე მოდი გავაკეთებ კონსტრუქტორს. პარამეტრები ამ კონსტრუქტორს გავაკეთებ როგორც. და ამ კონსტრუქტორით გავაკეთებ ამ ჩემი კლასის ველების ინიციალიზებას, ხო?
აი ხა რა მაქვს შეცდომა? თქვენი აზრით სტუდენტი რა არის? და აი ეს თეთრი სტუდენტი? კონსტრუქტორი. ხო? და კონსტრუქტორი რამდენჯერ გამოიძახება? ერთხელ შექმნის. ანუ შექმნის დროს კონსტრუქტორი გამოიძახება მხოლოდ ერთხელ, რომ გავუსკდეთ მეორეჯერ იმ კონსტრუქტორს ვეღარ გამოვიძახებთ, ხო? და სად გვქნი ობიექტებს? ჯერ არ შემიქმნია, მაგრამ სად უნდა შევქმნა? Mainში. Main-ი ამავე კლასშია? სხვა კლასშია. და კონსტრუქტორს მიწვდება? ვერა. და კონსტრუქტორი დეფოლტად რა ხედულობის არის რა აქვს? Private, ხო? ანუ კონსტრუქტორი უნდა იყოს public, ხო? Всё? Всё. მორჩა. მორჩა. ეხლა წავიდეთ დაბლა და შევქმნათ რა ქვია, ობიექტები. მოდი ეხლა როგორ შევქმნათ, იცი? while-ით შევქმნათ ობიექტები. ხო? და ვქნათ ესეთი რაღაც, რაც ვქენი მაღლა. ესე იგი, bool გავაკეთეთ, რომელიც იქნება true. შემდეგ გავაკეთოთ while-ში, გადავწეს ეს ოპირო, იქ ტრიალოს ციკლმა იქამდე სანამ მინდა. აქ შევამოწმოთ თუ input-იც გავაკეთოთ. ჯერ შემოვიტანოთ. ეხა x-ი არავის არ გვერქმევა, ხო? ამიტომ შევამოწმოთ თუ input-ი არ უდრის x-ს. ოღონდ ჭალებით რა თქმა უნდა. მაშინ გააკეთე ეს ყველაფერი, რაც მინდა რომ გააკეთოს და რა მინდა რომ გააკეთოს. გავჯობა. როგორ? სკამი არ გაქვს შენ? ხო, შემოვიდა. რა, საიდან შემოვიდა? 302-ის გასაღები არ აქვს, ხო? მოიცა 22-ის გასაღები აქვს და იქ წავა. აი. თუ input-ი არ არის exit-ის ტოლი, ნიშნავს რას? რომ ამ ტიპს არ უნდა გამოსვლა და უნდა რაღაცეების შემოტანა. ხო? და ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ? მოდი input-ი კი ანუ exit-ი კი არ გავაკეთოთ. ყოველ ჯერზე კითხოს გვინდა გაგრძელება შეტანის თუ არა, უფრო კარგი იქნება ისე. აი ესე გავაკეთოთ, ნახე. ესე იგი ეს იყოს n და ყოველ ჯერზე კითხოს ეს. ესე იგი, კითხავს, რომ გინდა გაგრძელება და y-ს თუ შეიდან გააგრძელებ, n-ს თუ შეიდან აღარ გააგრძელებს, ხო? და ესე იგივენაირად გამოვა exit-ის პონჩი გამოვა, ხო? ეხლა აქ შევამოწმებ თუ შემოიტანა თუ არ შემოიტანა n და შემოიტანა y, ან ნებისმიერი სხვა რაღაც, ხო? ამ ჯერზე მოდი დავიკიდოთ ეგ მარტივად, რა უნდა იშრომოთ. კარები დაგეთე? ოკეი. შეგვიძლია აქეთ დაждდი ან ბოლოში გადავხდე, როგორც გინდა. ანუ თუ შემოიტანა y ან ნებისმიერი სხვა რაღაც. ხო, მაშინ ვაგრძელებთ და რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა უნდა გავაკეთოთ 3 ცალი ცვლადი. ეს 3 ცალი ცვლადი უნდა შემოვატანინო. ანუ ამ ცვლადში ინფორმაცია უნდა შემოვატანინო.
ამას ნახე კიდე რა აქვს დაყენებული enter-ს რო არ ტყავ ფუნქციას რო წერ ხვდება და ჭყალებს ორივეს თვითონ უწერს რა. ანუ უნდა შემოვატანო და მე რა უნდა გავაკეთო? უნდა გავაკეთო ობიექტი ამ ჩემი კლასის. ამ ჩემი კლასის ობიექტს კონსტრუქტორში უნდა გადავცე აი შემოტანილი ცვლადები, რა შემოვიტანე სახელი გვარი ასაკი, ხო? მე კონსტრუქტორს უნდა გადავცე ეს, რომ ამან ობიექტის გაკეთება დაასრულოს, რომ ობიექტი გააკეთოს და შიგნით ინფორმაცია ჩაყაროს. და ეს ობიექტი უნდა დავიმახსოვრო ლისტში. ლისტი უნდა გავაკეთო მაღლა. რომ მე იქით დაბლა შევძლო გამოყენება while-ის გარეთ, ხო? ესე იგი ლისტს გავაკეთებ და ლისტი რა ტიპის უნდა იყოს? არა, სტუდენტის ტიპის, ანუ კლასის ტიპის უნდა იყოს, ხო? ლისტ დავარქმევ, თქვათ, classrooms სიტყვაზე, ან groups დავარქმევ, classrooms-ად დავარქმევ. new list student, ხო? და აი ეგ გავაკეთებ ეს რაღაცას. გავაკეთებ student class-ის objects, თქვათ, objects, რომელიც იქნება new student და ამას ახლა ამ new student-ი რო დავწერე და ფრჩხილები რო გამიკეთა, ეს ხო უკვე კონსტრუქტორის გამოძახების ტიპი არის, ანუ რეალურად ეს ხო კონსტრუქტორში გადაცემ ხა შენ ამებს. და მითხრა უნდა შემოვიტანო 2 ცალი string-ი და 1 ცალი int-ი და შევიტან იმას, რაც შემოვიტანე კონსოლიდან. ხო? შო, ობიექტი გააკეთე და ეხლა ეს ობიექტი უნდა გადავცე კონსოლში, list-ს, ხო? list ქვია group-ი და group.add და ამას გადავცემ objects. ხო? და else-ში რა უნდა მოხდეს? რა უნდა ქნას? ანუ if input op უნდა გახდეს false, ხო? და false რო გახდება გამოაგდეს просто. ეხლა კაი, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ინფორმაცია ხომ მინდა რომ დავუბრუნდეთ ჩვენ შესახებ რა. ანუ ვინ ვართ ჩვენ რა ხალხი ვართ ვაფშე. და ამიტომ გავაკეთებ public ტიპის void ფუნქციას prints, ხო? რომელზეც გავაკეთებ ესეთ რაღაცას. გამოვიტან, აი ესე გამოვიტან, როგორც ერთ ხაზზე გამოვიტან ამ ობიექტის შესახებ სრულ ინფორმაციას, ხო? ესე იგი console write line და ვეტყვი რომ სტუდენტის სახელია რაღაცა. ხო, ეხლა გამოვიყენებ კაკრას მაგას. ამიტომ ესე დავწეროთ სტუდენტის სახელია კი არა. სტუდენტი 0 insert-ზე დამოვიყენე 0 ანუ სტუდენტი თქვა ალექსი ამიაშვილი ასაკი 2 ამას წავშლი ეხლა გადავცემ ესე იგი უნდა გადავცე რეები name surname და age როგორ any და ეს იმიტომ არა რომ ეს ანუ ეს ჩემი კლასის ველი რა არის name-ია და არა ეს any ხო იმიტომ რომ კლასის ველი არის name surname და age ეს any ესი და რაღაცა პირობითი ობიექტებია უბრალოდ პირობითი ცვადებია რომელიც просто აქ გადმოვეცი აქ ვიხმარე და всё მოკვდა მუშაობა რა ინიციალიზების უთო სად ხო ამებს აი ვიყენებ აი აქ any ესი და просто არის პირობითი ცვლადები რომელიც გამოვიყენებ როგორ ხო ვერც გამოვიყენებ ამის დაბლა ანუ ფუნქციაში დავარქვი просто პირობითი სახელები ანუ აქ შეგვეძლო any ესი და კი არა გელა მალხაზი და ჯემალი დაგვექმნია და მე ამის საშუალებით მოგვეხდინა ამათი ინიციალიზება ანუ როგორც ფუნქციაში გავაკეთეთ პირველ დავალებაში რაღაცა ხო გადავეცით იქ ხო მე რაღაცები ანუ ამ ფუნქციამ რაღაცა ხო მიიღო ამ რაღაცას როგორ მოექცეს ანუ რაღაც სახელი ამ რაღაცას ხომ დაარქვას რომ მე ეს რაღაცა რომ გამოიყენოს ანუ რაც მიიღო ის ხომ და გამოიყენოს და ამიტომ პირობითი სახელები დაერქვა კაი და მოკლედ ეს ახლა ჯიგრურად გვიბეჭდავს ხო ამ ყველაფერს ეხლა მოდი ჩავიდეთ დაბლა ანუ ყველაფერი გავაკეთეთ მე მგონი просто დაგვრჩა რა ანუ მე просто დაგვრჩა რომ აი ხა
კი შევავსე რაღაცეებით ეს ჩემი ლისტი, ხო? მაგრამ ინფორმაცია ხომ უნდა დაუბეჭდო შემდეგ რაც შევიტანე ამ ჩემ ლისტში ამის ინფორმაცია და გავაკეთებ for each-ით ამას. For each აი ხა რა დავწერო თქვენი აზრით, მინდა რომ დავატრიალო for each-ი ლისტში, რომელშიც ყრია სტუდენტების ობიექტები. List my list-ი დავარქვით. არა, my list-ი კი არა, გრუპი დავარქვით. აი for each-ი მინდა რომ დავატრიალო. როგორ დავატრიალო? ესე იგი, list ქვია გრუპი და list-ში ყრია student კლასის ობიექტები. როგორ? აი, როგორ დავწერო for each-ი? აი, პროსტა სიტყვები მითხარით. Student როგორ? როგორ? ეგრევე? რაღაც სვალი ხომ ჭირდება რომ ვატრიალო? აი, ST იყოს თქვათ. ანუ int-ზე როგორ წერდით, გახსოვთ? int in რაღაც, ხო? რატო? იმიტომ რომ in რაღაც რო წერდით არაი ერქვა რეალურად მართლა არაის. ამ შემთხვევაში ლისტი მაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ლისტს ქვია გრუპი და int is, იმიტომ წერდით რომ იმ არაიში იყო int ტიპის ობიექტები. მაგრამ ახლა ამ ლისტში არის student ტიპის ობიექტები. ანუ student კლასის ობიექტებია და მაგითო, ხო? იმ ლისტში იმ არაიში რაც ეყარა 1 2 3 4 ესენი რა ტიპის იყო? int ტიპის იყო, ხო? ეხლა აქ რაც ყრია ობიექტები, ეგენი რა ტიპისაა? სტუდენტის ტიპისაა, ხო? და ამიტომ დავწერეთ აქ სტუდენტი. და ეხლა როგორ ეხლა ნახე რა გავაკეთო? მაქვს ფუნქცია print-ი. ხო? ფუნქცია print-ი რას აკეთებს? რომელ ობიექტზეც გამოვიძახებ, იმ ობიექტის სრულ ინფორმაციას მიბეჭდავს კონსოლში. ეხლა მინდა რომ ამ ლისტში რაც ყრია, ყველა ობიექტის სრულ ინფორმაცია დავბეჭდო კონსოლში. for each ციკლს უკვე ვატრიალებ. ეხლა რა უნდა დავწერო? აქ რომ ყველა არსებული ობიექტის ინფორმაცია გამომიტანოს კონსოლში. ანუ ყველა არსებულ ობიექტზე უნდა გამოვიძახო print ფუნქცია, ხო? და როგორ ეხლა? არა. როგორ? არა. არა, ეს წერტილი ანუ ST რა იქნება? ჯერ იქნება პირველი ობიექტი, მერე იქნება მეორე ობიექტი, მერე იქნება ეს. ანუ რაც ყრია ამ ლისტში, ხო? ამიტომ key-value-ზე თუ მინდა რომ გამოვიძახო ფუნქცია print-ი, просто უნდა რომ წერო ST წერტილი print-ი. შო? აი, ეხლა მოდი სატესტოდ შევიდან ჩემ მონაცემებს. ჯერ თავიდან მეკითხება, გინდა გაგრძელება თუ არა? ენს რო დავაწვე, გამომაგდებს, ხო? მინდა გაგრძელება. და ეხლა შევიდან ალექსი, ამიაშვილი 22. მერე მეკითხება, გინდა გაგრძელება თუ არა? ხო და არ მინდა გაგრძელება და გამომიტანა სტუდენტი ალექსი ამიაშვილი, ასე კი 22. ეხლა მოდი ყველას ინფორმაცია შევიტანოთ და ვნახოთ, რომ ჯიგრულად მუშაობს. ესე იგი, ჯერ შევიდან ჩემსას. მერე მინდა გაგრძელება და პავლეს ინფორმაცია შევიტან. მერე შევიტან. ასათიანი 23. მერე შევიტან. მოდი ბოლომდე აღარ გავალ. თუ იმეს ძალიან გინდათ რომ თქვენი ბავშვი შევიტანოთ, მითხარით პირდაპირ გადმოვალ. როგორ? აი, ეხლა მოდი რა გავტესტოთ, იცი? ეს ხო გონია რომ მარტო Y-ზე მუშაობს. აი, რაღაც შევიტანოთ, აი კი. მაინც გააგრძელებს, ხო, იმიტომ რომ იქ რეალურად ვამოწმებ, რომ ლიშბი n-ი არ იყოს. თორე კი იქნება Y-ი თუ შოთა რუსთაველი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მაინც გააგრძელებს. კიდე ერთი მინდა ვინმე. ნინოს ინფორმაცია შევიტან. 29. და всё, ანუ შევიტანე. ეხლა მეკითხება, გინდა თუ არა გაგრძელებაო? აქ ვეუბნები n-ს, აღარ მინდა მეთქი გაგრძელება და გამომიტანა ყველას ინფორმაცია ვიზით შევიტანე. ხო? გამოცდაში იქნება რაც ხა ამნაირი. მეტი გექნებათ, ანუ გექნებათ არასკევს ღამის 12-მდე. არა, ანუ პროსტა შეიძლება ვერ მოიცალო. ხო რა. ფაქტობრივად უნდა გადაწერო ტუტორიალიდან და უნდა შევუცვალოთ ცვალებს სახელებს. ცოტა სხვანაირი გექნებათ, ანუ შინაარსი რა. რა გადაწერა? ხო. კაი, რამე არის რაც ანუ ეხლა რო შემოგვესწარი, შენ ვიდეო იწერება, ხმა ძალიან კარგად ისმის, თუ ძალიან აუცილო შეიძლება დაყრუდე და ანუ თან ყველას ხმა ისმის
და ანუ უყურებ და ყველაფერს მარტივად გაგებ. თუ ვერ გაიგებ და ანუ თუ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა გექნებათ, ოღონდ არა, აი გამოსდას ვერ წერ და თხოვ დამეხმარო, კითხვა თუ რაიმე სახის გექნებათ, მე მომწერთ, მე შეიძლება ისედაც ვიარო აქ ყოველდღე ლაბში, მოვალ, თქვენც აქ იქნებით ლექციის წინა, ლექციის მერე და კითხავთ და გავივლით. თუ მოგინდებათ რომ დამატებითად ვიმეცაინოთ რამეზე, ისევ შეიკრიბებით კამანდა, მომწერთ, რომელიმე ოთახი იქნება ცარიელი, შევალთ და იქ ვიმეცაინებთ. ხო? ანუ ეხლა მოდი გავაკეთოთ, ანუ კიდევ რამე თუ გვაქვს, მინდოდა კიდევ გავკეთებინა მარტივ რიცხვებზე, მაგრამ ის ცოტა არ იყოს და სისულელეა და ცოტა არ იყოს და რთულია. ამიტომ თუ გაქვთ ეხლა რაიმე კითხვა, ის კითხვა დამისვით და ის ამოცანა გავაკეთოთ. გავარჩიოთ. აი ხა მაგალითად ეხლა რაც გავაკეთეთ, ანუ ლისტი გავაკეთე, მე ამ ლისტში რაღაცები, ობიექტები დავიმახსოვრე და ეს ლისტი დავუბრუნე და ეს არის ბაზასთან მუშაობა როგორც მოგიწევთ, ხო? ანუ აი ხა ASP-ზე ვნახავთ და PHP-ზე სიმართლე არ ვიცი როგორ არის. ანუ რაც ყრია, აი მაგალითად მაქვს სტუდენტი დავიკიდოთ რა მოვიგონთ. აი მაგალითად მაქვს ოთახების ცხრილი, ხო? ცხრილს ქვია ოთახები, მოკლედ და მაქვს ოთახების შესახებ ჩანაწერები. მონაცემთა ბაზა მოიცით როგორ? აი ესეთი. ანუ ჩაოლებული ცხრილია რა. კოლონდა რო. ხო. ანუ აქ ქვია ოთახი და ვიმახსოვრებთ რაღაცას ოთახის ნომერს, ვთქვათ, ნომერი 4, შიგნით კამის რაოდენობას, მაგიდების რაოდენობას და რამდენი ფანჯარა აქვს. ხო? და აი ესეთი არის მილიონი ჩანაწერი. მაგალითად, ან მილიონი ვერია, ალბათ 300 ჩანაწერი აქვს სასტუმროს ოთახების ნომრები რა. თითოეული აღწერილი, რამდენი ისა ნომერია, რამდენი სკამია, რამდენი მაგიდა, რამდენი ფანჯარა აქვს, ხო? და მინდა რომ ეს წამოვიდო ჩემ პროგრამაში, დავამუშავო და ვნახო რომელ ოთახშია 10 მინიმუმ 10 მაგიდა და მინიმუმ 10 სკამი, ხო? ეს რო წამოვიღო ჩემ პროგრამაში სიშარბზე ვიქცეთ ამ მაგალითს, უნდა გავაკეთო ლისტი, ხო? რომელიც იქნება აი ოთახი მოყვია თემის. ოთახის ტიპი, ანუ ჩვენ რას გულისხმობთ, რომ აი ცხრილში რაც კი არის თითოეული ჩანაწერი არის ოთახის კლასის ობიექტი. ანუ ეს C# იმიტოა და რაღაცები გვაქვს იქ რაც გვეხმარება ამაში. ამ ბაზას რო შემოვიდათ პროგრამაში, ეს Visual Studio ვიკეთებს კლასს, რომელსაც ქვია იგივე სახელი, რაც ქვია tables. ანუ ცოტა ისეთ რაღაცას გიხსნით. ASP-ზეა საინტერესოა იმათვის და ძალიან მაგარია, იმიტომ რომ რეალურად ბევრ რაღაცებს გუმარტივებს რა. და წარმოვიდგინე, რომ ანუ მაქვს კლასი, რომელსაც ქვია ოთახი და ამ კლასს აქვს იმდენი ვები, რამდენი სვეტიც არის აი ამ ცხრილში. ხო? ანუ ძალიან მარტივია მოკლედ მონაცემთა ბაზასთან მუშაობა. და ანუ წარმოვიდგინე, მაქვს ობიექტი, რაღაცა რომელიც არის ლისტში ჩაგდებული და ობიექტს აქვს აი სვეტები, ხო? და მე უკვე მარტივია გადავუბრუნე ამ ყველა ობიექტს, ifit შევამოხდე თუ რაღაცა ხო მაქვს my list რაღაცა ფუნქცია, ხო? და for-ში თუ გადავუბრუნე, თქვათ for-ის ობიექტს დავარქვი O. და შევამოხდე თუ O წერტილი და ამას ქვია მაგიდა. მაგისა ნაკლები 10-ზე, ხო? და ამავდროულად O წერტილის სკამი ნაკლები 10-ზე არ მაწყობს ეს და ვიკიდებ. თუ მეტი 10-ზე და მეტი 10-ზე, ესე იგი ის ოთახი მჭირდება, ხო? იგივენაირად ხდება, აი მიდიხარ იმაში, სასტუმროში და მჭირდება ოთახი. ანუ იმ რაღაც პროგრამა აქვს, სადაც წერია რომელი ოთახია და რომელი ოთახია ცალკე. იგივენაირად ამ თქვა მოფილტვის საშუალება აქვს, ხო? აი კიდე ერთი ის აქვს ამას ვაქვე ველი. აქ ცარიელია თუ სავსეა და თუ ერთიანი წერია დაკავებულად, მოგვიანებით წერია ცარიელია, ხო? ანუ იქით მაშინ პროგრამით რომელიც არ არის დაკავებული. რომელიც არის დაკავებული, ხო? ანუ იმ მოყვარებას, ანუ იმ ვისაც ეძახიან ტიპ reception-ში მიდიას, აქვს პროგრამა და აქვს ესეთი ფიჩკა პროგრამაში, ხო? ჩაუთავთ ფიჩკას და მოუძებნის ყველა ოთახს, რომელიც არ არის ცარიელი, ხო? და გამოვიდეს, რომ აი პირველი არ არის ცარიელი, პირველი არის ცარიელი, მეორე არის ცარიელი, მე-11 ნომერი არის ცარიელი და ასე შემდეგ.
და უკან ანუ ჩვენ მხარეს კოდს რომ აი მაგალითად და ჩვენ გავუკვეთეს სასტუმროს პროგრამის დაწერა. ჩვენ კოდს ვწერთ, ანუ ესე რაღაცა ხოთ რა. მოგვაქვს მონაცემებიდან ყველა ინფორმაცია, ყველა ჩანაწერი და მე ვუყურებ, რომელიც არ არის 1 და რომელშიც 0 წელი, ანუ ისაც არის. იმას მე გამოვუჩენ უკვე მომხმარებელს რა. მე გააწევ ამ ერთიანს, ხო? ამ ერთიანზე შეიყვანს ნომრებს რა მაგალითად დაჯავშნო და ალექსანდრიაშვილს აქედან აქამდე. დააწევა შენახვა და ამ ინფორმაციას ამოიღებს ჩავწერთ ბაზაში. და ნომრებს გადააკეთებს ერთიანი, ხო? როგორ? ხო, მაგრამ ხა შენ წარმოგიდგენს სად Excel-ში რო ჩავიჭრეს და სად პროგრამულად დაწერო და მონაცემთა ბაზა რო ქონდეს. ანუ ფიზიკურად შეუძლებელი არის Excel-ში შევეძებ. ხო, მაგრამ ანუ სულ სხვა თემა ხა წარმოგიდგინე, აი შენ შედიხარ Radisson-ში და ეუბნები, რომელი ოთახი გაქვს არიან და ჯიგარის მის Excel-ს და იქ ფილტრავს რომლებია და ერთები რომლებია. არა, ისე Excel-შიც იწერება ფუნქციები და ანუ თავის ისა პროგრამირების Visual Basic-ია. ხო, და იქ შეიძლება. Windows Forms-ის აქვს მე მგონი და ეს პროგრამები. აი ხა მაგალითად რა ხდება მაღაზიაში, ხო? აი მაგალითად